22 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულ-მოქმედის წმინდა ნაწილების მიროლუკიიდან ქალაქ ბარში გადაბრძანების დღეს ზეიმობს. დღესვე არის ხსენება ღირსის შიო მღვიმელისა, წმინდა წინასწარმეტყველ ესაიასი და წმინდა მოწამე ქრისტეფორესი. სადღესასწაულო წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ შიო მღვიმის მამათა მონასტერში აღავლინა. თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ანგელოზის დღე მიულოცეს წმინდა სინოდის წევრებმა. მისალოცი წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ წაიკითხა. დაგლოცეთ თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ. მადლობ უფალს, რომ დღეს მაქვს პატივი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით მოგილოცოთ ანგელოზის დღე. პირველი ანგელოზის დღე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის ტახტზე. ჩვენ ყველანი ეკლესიაში პატრიარქ ილია მეორის დროს მოვედით. მან გვასწავლა ეკლესიური ცხოვრება, მანვე გვაკურთხა სასულიერო პირება და დიდი პასუხისგებლობების დაგვაკისრა. იყო ძალიან რთული გამოწვევები, მაგრამ იყო სიმშვიდე. რადგან ვიცოდით, რომ ყავს ბრძენი, ღვთისმსულიერი საჭეთპყრობელი, რომელიც მშვიდად და სამართლიანად გადაწყვეტდა ყველა საკითხს. ადამიანი, რომელმაც ათეიზმისაგან დასუსტებული ეკლესია ჩაიბარა და დღეს ვხედავთ, როგორ სიმაღლეზე აიყვანა ის. როგორ გაამრავლა ეკლესია მონასტრები, სასულიერო პირები, სასულიერო სასწავლებლები, სკოლები. ეკლესია თითქმის ჩვენი ქვეყნის წინაშე მყოფ ყველა საჭირბოროტო საკითხში იღებდა მონაწილეობას. პატრიარქისგან გამომავალი სითბო და სიყვარული ყველა ადამიანს ეხებოდა და ათბობდა. სწორედ ამით დაიმსახურა მან უდიდესი სიყვარული ჩვენი ხალხის. ძნელია სიტყვებით გადმოვცე, რასაც ვგრძნობ ეხლა და ვგრძნობდი მთელი ამ ურთულესი დღეების განმავლობაში, რომელიც ჩვენ გავიარეთ. ჩვენ მქონდა შიში, თუ როგორ შევძლებდით გაგვეგრძელებინა გზა, რომელზეც უწმინდესმა ილიამ დაგვაყენა. და ამ მომავალზე ისევ მან იფიქრა და იზრუნა. მან დაინახა თქვენი გულმოდგინება და სიცოცხლეში გამოგირჩიათ მოსაყდრეთ. ამით შეგამზადათ ამ ურთულესი გზისთვის თქვენც და ჩვენი ეკლესიაც. მე ვიყავი თქვენს გვერდით ამ 9 წლის განმავლობაში და ვხედავდი, როგორი დიდი პასუხისგებლობით ეკიდებოდით თქვენს მოვალეობებს. ზედმიწევნით აღასრულებდით მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევებს და იდეკით მტკიცეთ, რათა შეგემსუბუქებინათ მისთვის მძიმე ტვირთი. ჩვენ ნახეთ, როგორი სიყვარულით და ღირსეულად ჩატარდა ჩვენი პატრიარქის გაცილება თქვენი წინამძღოლობით. როგორი კარგად და სამართლიანად იყო ორგანიზებული ყველა ღონისძიება, რომელიც საჭირო იყო არჩევნების ჩასატარებლად და შედეგით სახეზეა. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა და მთელმა ეკლესიამ გამოგიცხადა ნდობა და ის დიდი სიყვარული ქართველი ხალხისა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ პატრიარქის გაცილებისა, არ დასრულებულა, არამედ გრძელდება თქვენთან მიმართებაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ღვთის შეწევნით და ჩვენი თანადგომით თქვენ შეძლებთ ღირსეულად გააგრძელოთ ჩვენი დიდი პატრიარქების გზა. გზა, რომელმაც ჩვენ ყველა ღმერთთან უნდა მიგვიყვანოს. შევთხოვთ წმინდა შიო მღვიმელს, რომ თანამავალ გეყოთ თქვენ ამ ურთულეს გზაზე. ამინ. აქსიოს. სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა, ყოვლად სამდელონო, დემთავრებო, პატიოსანო, მამანო, ამ წმინდა მონასტრის წინამძღვარო, მაღალ ღირსო, მამაო, საბა, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს
შიომღვიმელის ხსენებას, წმინდა ნიკოლოზ მიროლუკის მთავარეპისკოპოსის ხსენებას, შეგვეციოს ყველას ჩვენ და სრულიად საქართველოს მათი ლოცვა და მადლი. ძვირფასო მეუფე თეოდორე, მადლობა მინდა გითხრათ ესეთი თბილი სიტყვებისთვის, გამხნევებისთვის, დალოცვისთვის და აღნიშნო რომ რაც თქვენ ჩამოთვალეთ აი ამ მოკლე ხანში, რაც ჩვენი ერთად შევასრულეთ შვილებრივი ჩვენი ვალი მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ ეს ყველაფერი კეთდებოდა თქვენი დახმარებით, ჩვენი ძვირფასი მღვდელმთავრების და სამმართველოების დახმარებით და სარგებლობ შემთხვევით და ამისთვისაც დიდ მადლობას მოგახსენებთ. აი დღეს მეუფე თეოდორე მახსენა თავის სიტყვაში გზა უფლისა და დღევანდელ სახარებაში სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ უფალი იესო ქრისტე ეუბნებოდა თავის მოციქულებს, რომ უნდა წავიდეს ზეციერ მამასთან. ჩემი მამის სავანეები ბევრია, ამბობდა იგი. და მე უნდა წავიდე, რომ განგიმზადო თქვენ ადგილი. და კვლავ მოვალ, რომ ჩემთან წაგიყვანოთ. რათა სადაც მე ვარ, იქ თქვენც იყოთ. და სადაც მე მივდივარ, ის გზა თქვენ იცითო, უთხრა უფალმა. მაგრამ მოციქულებს ძალიან უჭირდათ ამის გაგება. და ამ შემთხვევაშიც გამოიჩინეს ასეთი უმეცრება და უთხრეს, რომ უფალო, სად მიდიხარ არ ვიცითო და გზა როგორ გაგვეცოდინებაო. მაშინ უფალმა უთხრა, მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ ცხოვრება. და რომელ გზაზე საუბრობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რას გულისხმობს? ეს არის გზა მიმყვანებელი უფალთან, გზა სულის გადარჩენის და ცხონების. აი მეუფემაც ეს გზა ახსენა სწორედ თავის სიტყვაში, ამ გზით დადიოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები, ღირსი მამა შიომღვიმელი, ასურელი მამები და სხვები ჩვენი წინაპრები და მიაღწიეს სულის განმხრთობას, ძალიან დიდ სრულყოფილებას და ანათებენ მთელ მსოფლიოში თავიანთი სულიერებით და სიწმინდით. მაგრამ უფალს არ უთქვამს, რომ ის მხოლოდ გზა არის. ასევე დასძინა, რომ ის არის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება რა არის სულიერ ცხოვრებაში, რელიგიურ ცხოვრებაში? ეს არის მართებული დამოკიდებულება ადამიანსა და ღმერთს შორის. მართებული სწავლება, მართებული დამოკიდებულება. და აი უფალმა იესო ქრისტემ გარდა იმისა, რომ გვასწავლა ჩვენ ეს დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს ღმერთთან, თავისი პირადი მაგალითითაც გვიჩვენა, როგორ უნდა შევასრულოთ ღვთის ნება, ღვთის მცნებები. და ბოლოს უფალი ამბობს, რომ მე ვარ სიცოცხლე. და სხვაგან ამბობს, რომ როგორც მამას აქვსო სიცოცხლე თავის თავშიო, ასევე ძეს მისცა, რომ კონდეს სიცოცხლე თავის თავში. და მოკვდავთაგან არავის შეიძლება კონდეს სიცოცხლე თავის თავში, ხომ? ჩვენ რაც გვაქვს ეს ჩვენი ცხოვრება, ეს დროებითია, წარმავალია, თუ შეიძლება ითქვას ნასესხებია. და თან ამავე დროს მას ახლავს თან დაცემულობა, მსჭვალავს ამ ჩვენ ცხოვრებას, დაცემულობა, სიკვდილი. ამიტომ თავის თავში ცხოვრება მხოლოდ ღმერთს შეიძლება ჰქონდეს. და აი ამასთან დაკავშირებით, აი ამ სიტყვებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რომ ძალიან ბევრს ავიწყდება ეს, რომ ღმერთი აქვს, იესო ქრისტე აქვს, გზაც, ჭეშმარიტებაც და სიცოცხლეც. და ფიქრობენ, რომ ღვთის გარეშე მარტო ჩვენი გონებით, მხოლოდ მეცნიერებაზე დაყრდნობით თუნდაც შეიძლება მაგალითად საზოგადოების თუ კაცობრიობის განათლება, აღორძინება, თუნდაც ნეობრივი და ასე შემდეგ. და არ ახსოვთ ის, რომ მაგალითად უზნეო კაცის ხელში ეს დიდი ცოდნაც და მეცნიერებაც შეიძლება აღმოჩნდეს ბოროტების სამსახურში, შეიძლება სიკვდილის იარაღიც კი გახდეს. ამიტომ მეცნიერება აუცილებელია, ცოდნაც აუცილებელია, ამის გარეშეც არ შეიძლება. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი.
მაშა სადამე საჭიროა კიდევ სხვა ძალა, რომელიც იმოქმედებს არა მხოლოდ ადამიანის გონებაზე, არამედ მის გულზეც, მის შინაგან სამყაროზე, მის შინაგან ცხოვრებაზე. რადგან როგორც უფალი შეგახსენებთ, ამბობს, რომ გულიდან გამოდიან ბოროტის რახვანი. და აი, რაგინ დაცემული იყოს ადამიანი, ზნეობრივად, ქრისტეს რწმენა შეუძლია მასში ეს ნაპერწკალი გააღვიოს სულიერების, ზნეობრიობის და დააყენოს ადამიანი გადარჩენის გზაზე. ასე რომ აი ძვირფასო ძმებო და დებო, დიდი სიხარულია ჩვენთვის შიომღვიმელის ხსენება ამ წმინდა მონასტერში წირვა და მადლობთ უფალს, რომ ჩვენი ერი მრავალი საუკუნის განმავლობაში ცდილობდა აი ამ გზით სიარულს, მიუხედავად მრავალი დაცემისა თუ სირთულისა, ყოველთვის ქართველი ხალხი იყო ერთგული აი ამ გზის ჭეშმარიტების და ცხოვრების და იმიტომაც მოგვიტანა უფალმა და რაც მეუფე მახსენა მისი უწმიდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში გამოჩნდა აი ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა და ის რომ დღესაც ჩვენ ვართ ერთგულნი აი ამ გზის. ამისთვის ჩვენ მადლობთ უფალს, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს შეგეწიოთ წმინდა ნიკოლოზ მიროლუკიის მთავარეპისკოპოსი, ღირსი მამა შიომღვიმელი, ღირსი ასურელი მამები და მოგცეს მადლი რომ ჩვენმა ხალხმა და ერმა კვლავ ვიაროთ უფლის ამ გზით და ღირსი მამა შიომღვიმელის მეოხებით, წმინდა ნიკოლოზ მიროლუკიის მთავარეპისკოპოსის მეოხებით ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო და გააძლიეროს და გაამრავლოს ეს წმინდა მონასტერი, ამ მონასტრის მამები და ძმები და ბერმონაზნობა ჩვენს ქვეყანაში. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დღესასწაულთან დაკავშირებით შიომღვიმის მამათა მონასტერში წმინდა შიომღვიმელის წმინდა ნაწილი გამოაბრძანეს და მრევლს სიწმინდესთან მიახლების შესაძლებლობა მიეცა. ტაძარში შეკრებილები დღევანდელი დღით გამოწვეულ სიხარულზე საუბრობდნენ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ფარველი წმინდანის ხსენების დღეს ულოცავდნენ. საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების სახელით ულოცავთ საქართველოს ეკლესიის მეთაურს ანგელოზის დღეს და ღირსი მამა შიომღვიმელის შემწეობასა და მფარველობას ვუსურვებთ. მიულოცავ ყველას დღევანდელ დღესასწაულს უდიდესი სიხარულით, რა თქმა უნდა, ღირსი მამა შიოს ხსენებას და წმინდა ნიკოლოზის ხსენებას. ალბათ სიმბოლური არის, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს მიერ შევედრებულია ჩვენი დედა ეკლესია. წმინდა ნიკოლოზ და ასევე შიომღვიმობაც არის დღე, როდესაც უდიდესი ღირსი მამა უწინამძღვრებს ჩვენ ეკლესიას, დალოცავს და თავისი ლოცვით გაუკვალავს გზას მინდა უწმინდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამესაც მიულოცო ანგელოზის დღე და სრულიად საქართველოს და ღმერთმა ინებოს, რომ ის მადლი, ის წყალობა, სიმშვიდე თუ განსაკუთრებული გარემო, რომელიც უფევს ჩვენი უწმინდესის ლოცვით გაგრძელებული იყოს და ის გზა, რომელსაც დაადგა ჩვენი დედა ეკლესია მრავალი საუკუნეა, არ შეცვლილიყოს და გაგრძელებული იყოს ღვთის ადიდებლად და ჩვენი სულების საცხოვნებლად. გილოცავთ დღევანდელ დღეს ყველას, მე განსაკუთრებული ემოციებით ვარ და მიხარია დღეს განსაკუთრებულად, იმიტომ რომ ჩემი მოძღვარი მამა საბა არის წინამძღვარი შიომღვიმის მონასტრის, ასე რომ დღეს უწმინდეს ველოდებოდით, ვიცი, ძალიან დიდი ემოციებით და მოხარულები ვართ ყველა. სრული საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღესასწაულებს, დიდი სიხარულია მონასტრისთვის დღევანდელი დღე, ვინაიდან უწმინდეს და უნეტარესის სრული საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე მობრძანდა და აღავლინა სადღესასწაულო წირვა. ჩვენც მოვედით, რომ მოგველოცა ეს წმინდა ადგილი, ანგელოზის დღეს ულოცავ უწმინდეს და უნეტარეს, შეეწიოს წმინდა შიო გაძლიეროს მის სავალ გზაზე და შეგვეწიოს ასევე ჩვენც გაგვაძლიეროს, გაგვაერთიანოს სრულად ერი. სრულიად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს, ასევე უწმინდეს და უნეტარეს შიო მესამეს ულოცავ მისი ანგელოზის დღეს, გილოცავთ ნიკოლოზობას, წმინდა შიოს და წმინდა ნიკოლოზის მფარველობა არ მოკლებოდეს ჩვენს ერს
და მინდა რომ მათი მფარველობის ქვეშ ვიყოთ ყოველთვის, ბედნიერად, ჯანმრთელად ერთობით. მე რუსთავიდან ჩამოვედი რომ დღევანდელ მსახურებას დავსწრებოდი და გეწეოდეთ დღევანდელი დღის მადლი და ძალა. ქადაგების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ღირსი შიო მღვიმელის საფლავი მოილოცა. წმინდანის საფლავთან პარაკლისი აღესრულა. ღვთისმსახურება საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. პარაკლისის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი მოილოცა. გილოცავთ წმინდა შიო მღვიმელის ხსენების დღეს, ასევე წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს და ფარავდეს სრულიად საქართველოს. ვილოცავს სრულიად საქართველოს და სრულიად მართლმადიდებლებს ორი დიდი წმინდანის, წმინდა ნიკოლოზის და წმინდა შიო მღვიმელის ხსენების დღეს. უდიდესი მადლია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ უწმინდესი დღეს მობრძანდა შიო მღვიმის მონასტერში და უწმინდესის მფარველი ანგელოზის შიო მღვიმელის შემწეობა არ მოკლებოდეს უწმინდეს და სრულიად საქართველოს. ვილოცავ მთელ საქართველოს დღევანდელ დღეს შიო მღვიმელობას და ჩვენთვის ორმაგად ძალიან ძვირფასია ეს დღე, იმიტომ რომ პატრიარქი შიო უწმინდესი და უნეტარესი ესტუმრა შიო მღვიმელის ტაძარს და ძალიან ბედნიერები ვართ და ძალიან გვიხარია ეს დღე, რომ მასთან ერთად აღვნიშნეთ. ვილოცავ დღევანდელ დღეს სრულიად საქართველოს, ამ ტაძრისთვის განსაკუთრებული დღე არის და როგორც ვიცით, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე არის, ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღე არის და შეეწიოს საქართველოს მათი მადლი და სიკეთე და მშვიდობა იყოს. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, განსაკუთრებით ვილოცავთ ჩვენ პატრიარქს შიოს, ძალიან გახარებულები ვართ. მინდა მთელი გულით მიულოცო და ჩვენთანაც მიულოცო, რომ ესეთი ბედნიერები ვართ, რომ ისევ ისეთი საოცარი პატრიარქი ყავს, როგორც ყავდა ჩვენი უწმინდესი უნეტარესი ილია და ეხლა უკვე უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე. გილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს, ულოცავთ ჩვენ პატრიარქს და ღმერთმა ესეთი გახარებულები და ბედნიერები გვატაროს.